ბაქოში საქართველოს-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 ხტომა გაიმართა. ხტომა ირაკლი კობახიძემ და ალი ასადოვმა გახსნეს. ისაუბრეს საგარეო პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო, ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ხტომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას. მხარეებმა ხელი მოაწერეს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 ხტომის ოქმს. შეთანხმებები გაფორმდა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის. კერძოდ, ხელი მოეწერა ოქმს საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მემორანდუმებს საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კომისიის ხდომაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. 2024 წელი, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. აზერბაიჯანის ისტორიაში პირველად ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ორივე ქვეყანაში ჩატარებული აღნიშნული არჩევნების შედეგები აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ნებისყოფის გამომხატველი ნიშანი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე დანიშნა და საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლებები, როგორც ყოველთვის, კონსტრუქციულად და მჭიდროდ იმუშავებენ და ჩვენი ხალხების განვითარებასა და კეთილდღეობას ხელს შეუწყობენ. დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ აზერბაიჯანში თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების დაფასებას თქვენი მხრიდან. ჩვენც დიდად ვაფასებთ ამას. საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გასული დროის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ეს თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ჩვენ რთულ პერიოდებში ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ტერიტორიული მთლიანობის თემაზე ურთიერთმხარდაჭერა. ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობა ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია. აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. სოკარი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული მეგაპროექტები წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის მაგალითია. აღნიშნული პროექტები სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაციას ემსახურება. ასევე შეიცვალა რეგიონის ენერგეტიკული და სატრანსპორტო რუკა. რა თქმა უნდა, აქ უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტები ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სატრანსპორტო, სატრანზიტო სფერო ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. საქართველოს და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ ხარს ერთმანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მოგონებდა გადაგიხადოთ ამისათვის. უდავოა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფადცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისთვის. საქართველო მხარეებს თავაზობს სამხრეთი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის შეთანხმებას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით. რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიქანის ავტობუსადენი, ბაქო-თბილისი-ერზურუმის გასადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.